გადაცემის პარტნიორია წყალინთის. იცხოვრე სრულყოფილად. საღამომშვიდობისა, თქვენ უყურებთ TV პირველს და მე კაჩხეიძე პირველი სტუდიიდან მოგესალმებით. დღეს ძალიან საინტერესო საუბარი გველის ადამიანთან, რომელიც ყოველთვის იყო საზოგადოების ყურადღების ცენტრში. თუმცა დღეს ეს ინტერესი გაასმაგებულია. მე მასთან ინტერვიუ დაახლოებით 4 თვის წინ ჩავწერე, თუმცა ის ეთერში არ გასულა. რადგან ინტერვიუს ჩაწერიდან მე-5 დღეს ქვეყანაში გაჩნდნენ სინდისის პატიმრები. ამან სრულიად შეცვალა ჩემი რესპონდენტის დღის წესრიგი. იგი სულ სხვა გამოწვევების და პასუხისმგებლობის წინაშე აღმოჩნდა. და იმ ინტერვიუმ, სადაც თავის ცხოვრებაზე, ყოველდღიურობაზე, ინტერესებზე, თეატრზე და სხვა ბევრ საინტერესო საკითხზე პასუხობდა, აქტუალობა დაკარგა. მაშინ ახალი თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს ვესაუბრებოდი, დღეს უკვე ყოფილს. თუმცა ერთ-ერთ ბოლო საჯარო გამოსვლაში მან თქვა, რომ ჩემი თანამდებობა, ჩემი პროფესიაო. რაშიც სრულად ვეთანხმები. დოი არის დოი და მისი ყველაზე დიდი თანამდებობა მისი პროფესია და პროფესიონალიზმია. რისი მაგალითებიც ბევრი გვაქვს. მადლობა რომ მოხვედით ჩემთან სტუმრად, აი ესეთ ბობოქარ პერიოდში. პირიქით, ძალიან დიდი მადლობა რომ მომიწვიე კიდე მეორედ. მეორედ მომიწია, ისე სწრაფად შეიცვალა მოვლენები, რომ სულ სხვა რამეზე უნდა ვისაუბროთ და არის მაშინ სასამართლოზე რომ დავდივარ ანდროს სასამართლოზე. შიგნით ვერ შევდივარ ხოლმე, იმიტომ რომ არ შემიძლია ამის ყურება. უბრალოდ ფოტოებს რო უყურებ, მივხვდი რომ ამ 5 თვის განმავლობაში შევიდა პატარა ბიჭი, ჩემთვის ბავშვი და გახდა არანორმალურად სევდიანი თვალებით მომზირალი მამაკაცი. ეს 4 თვე ვიღაცისთვის შეიძლება ჩვეულებრივი 4 თვეა, ვიღაცისთვის დაძაბული 4 თვეა, მაგრამ აი ამ პოლიტპატიმრებისთვის ეს რა არის, უბრალოდ არ ვიცი. ვიდრე საუბარს შეუყვებით, მინდა რომ შემოგთავაზო მთისწყალი 0%-იანი ბრომატით, ძალიან მნიშვნელოვანია ენერგიისთვის, სრულყოფილი ცხოვრებისთვის, ჯანმრთელობისთვის და ასე შემდეგ. დოი, რა შეგრძნებას ატარებს ახლა დავით დოიაშვილი? აი ეს არის ბრაზი წენა, შურიძეების სურვილი, გულის ტკენა, თუ სტიმული არ ვიცი. ეხლა არის შეგრძნება თავისუფლების. ეგეთი მართლა ეგრე კარგად ძალიან დიდი ხანია არ მიგრძნია თავი. არა იმიტომ რომ რასაკვირველია ამას ყველაფერს ახლა ჩემ წამოსვლას ახლავს ჩემთვის რაღაცა გარკვეული სევდა, მაგრამ ამდენი ადამიანის პასუხისმგებლობა რომ აღარ გაკისრია, ეგ შეგრძნება ისეთი ბედნიერება და უკვე შემიძლია თქვა დღეს აი წინა გადაცემაში მე როცა ვსაუბრობდი, იმ ხალხის სახელითაც ვსაუბრობდი, ან ვითვალისწინებდი იმ ხალხს. იმიტომ რომ მე არ შეიძლება ვიყო ერთი უბრალოდ სამხატვრო ხელმძღვანელი, ხო? თეატრში არის უამრავი ადამიანი, ვიღაცას მღვდელი მოხსნობს, ვიღაცას მღვდლის ცოლი, ყველას ერთი აზრი არც და ვერც ექნება და არც უნდა კონდეს, მაგრამ იმის გამო რომ რაღაცა ბალანსი დაიცვა, იმის გამო რომ არ გახდე გარკვეულწილად მხარე. ამიტომ ძალიან ბევრ რამეში მე თვითონაც თავს იზღუდავდი და ეხლა აი შეგრძნება რომ ხარ თავისუფალი და მოგეხსნა ეს პასუხისმგებლობები არის ძალიან კარგი. თუმცა ბევრი ადამიანის გულის წყვეტის მიზეზი ის რეალობა რაც ახლა დადგა. იცი რა მე ეხლა არ ვფიქრობ, თქვათ მართლა ვამბობ ამას ყველანაირი იმის გარეშე არ ვფიქრობ ჩემზე, არ ვფიქრობ თეატრზე, იმიტომ რომ ბევრად სერიოზული პრობლემა გვაქვს. ეს არის 50 კაცი, რომელიც მართლა მე-5 თვეა უდანაშაულოდ ხედან ციხეში და ნუ განსაკუთრებით ეხლა ჩემი ტკივილი ანდროა, იქიდან გამომდინარე რომ უბრალოდ ანდრო არის რაღაცა მაგალითი ჩემთვის, რომ მას უბრალოდ არ შეეძლო ფიზიკაში, ბუნებაში არ არსებობს რაღაცა, რომ როგორ ახსნა, დაეშავებინა
იმის 3.5 წელიწადი რაც იყო თეატრში, უბრალოდ ძალიან ხშირად ესე ვუყურებდი და ვფიქრობდი, რომ ეხლა არ შეიძლება ადამიანი ესეთ დადებითი იყოს, სადღაც იტყუება. არ შეიძლება რომ ყველას უყვარდეს. არ შეიძლება უბრალოდ, ნუ აი შეუძლებელია. მაგრამ ეს ადამიანი იყო. ამიტომაც მაქვს ეგ ენერგია და მაქვს თვითრწმენა და მაქვს ეგ გამბედაობაც და მაქვს ბრძოლის უნარიც, იმიტომ რომ უდანაშაულო ადამიანისთვის უნდა აუცილებლად იბრძოლო. თუმცა სულ ვფიქრობ, რომ რო არა ანდრო და სხვა ყოფილიყო ჩემი თეატრიდან, აუცილებლად იგივეს გავაკეთებდი. სხვანაირად ვერ მოგიქცეოდი. იცი რა მითხარი, აი თავდასხმა გამოხატვის თავისუფლებაზე შეიძლება ესე შეფასდეს მომხდარი აი ეს პროცესი? მე მგონია რომ აქ ეხლა გამოხატვის თავისუფლება რაღაცა მესამე პლანზეა გადაწეული ამ შემთხვევაში. მე მგონია რომ ბევრად რაღაცა სერიოზული გეოპოლიტიკური რაღაცა ცვლილებების ხანაში ვართ მოყოლილი და ჩვენც გარკვეულწილად და ისევე როგორც ეს პოლიტპატიმრებიც რაღაცა გაურკვეველი თამაშის მსხვერპლები არიან. მე სწორედ ეს არის რომ აღიზიანებს და ეს არის რომ ჩემს რას იწვევს, რომ არ შეიძლება ადამიანების მიმართ ვიყოთ ესეთი დაუნდობლები, თორე ნუ რანაირ გეოპოლიტიკაშიც გინდა ვითამაშოთ, ვიღაცა საითგენაც წავა, ვიღაცას ეს მოწონს, ვიღაცა ამის ჯერა, მაგრამ ადამიანების მიმართ არ შეიძლება ვიყოთ ესეთი სასტიკნე. ამიტომაც აი ამ გეოპოლიტიკური ცვლილებების პროცესში ამოიღეს ზუსტად მსახიობებმა ხმა და ყველაზე აქტიურად შენმა მსახიობებმა. ნუ ვერ ვიტყვი რომ მარტო ჩემმა, მაგრამ ჩემმაც, ოღონდ მთელი ამ პროცესს ესე რომ ვუყურებ, ვერ ვიტყვი რომ მსახიობებმა ეხლა ამოიღეს ხმა. იმიტომ რომ მსახიობები სცენიდან იღებდნენ ხმას და რეალურად მართლა ისეთი სპექტაკლები იდგმებოდა, ეხლა თავრობას რო ჭკუა კონდეს და მოეკითხებოდეს, თეატრში უნდა იარონ, რომ მიხვდნენ რა არის პრობლემა. სადაა პრობლემა, იმიტომ რომ თეატრმა დაიწყო ამაზე საუბარი და ძალიან მიხარია რომ ამაზე საუბარი დაიწყო და ძალიან მიხარია რომ სოციალური თეატრი გაჩნდა და ძალიან ბევრი კარგი რამ მოხდა და განსაკუთრებით ახალგაზრდებმა ძალიან აქტიურად დაიწყეს. ძალიან მიხარია რომ ქართული დრამატურგია გაჩნდა. აქვე არ შემილია, უბრალოდ არ შემილია, არ თქვა და ეს არ არის არც დანანებასა და იმას შორისაც არ არის, ეს არის აი ნამდვილი ბრაზი. აი ნამდვილი ბრაზი მაქვს ის იმაზე რაც გააკეთეს თემურ ჩხეიძის სახელოსნოსთან დაკავშირებით. ეს არის უბრალოდ არც ვიცი რა ვანდალიზმიც არ ქვია ამას, ამას ქვია რაღაცა კატასტროფა. ამას ქვია უსირცხვილობა, არ ვიცი. იმიტომ რომ ეს სახელოსნო აი დღეს თუ რაღაცა ბირთვი არსებობს კინოშიც, თეატრშიც და განსაკუთრებით დრამატურგიაში, თუ რაღაცით სუნთქავს ქართული დრამატურგია დღეს, ეს სწორედ ამ სახელოსნოს პირმშოვები არიან. და იმედი მქონდა რომ ეს სახელოსნო ძალიან აქტიურად მაქვს იმედი რომ გააგრძელებს მაინც თავის საქმიანობას და მეც თუ რამე შემეძლება ყველანაირად ხელს შევუწყობ ამას. იმიტომ რომ ძალიან იშვიათია, ბოდიშს ვიხდით ცოტა სიტყვა გამიგრძელ და სხვაგან გადავხდი შეიძლება, მაგრამ ძალიან შეიძლება ყავს ბევრი კარგი რეჟისორი. მაგრამ რეჟისორი, რომელიც ტოვებს აღზრდის მეთოდს, იყო ალბათ რამოდენიმე და მათ შორის თემურის მეთოდი იყო განსაკუთრებული უბრალოდ. აი, რამე კი არა, განსაკუთრებული, მე მქონდა ბედნიერება, აი მართლა ბედნიერება, დავსწრებოდი მის რეპეტიციებს. ეს იყო წარმოუდგენელი რამ. მასტერკლასი. ხო, აი ვიჯექი და მარტო ამას ვფიქრობდი, რომ ესე რომ ვინმე ამიხსნას, რაღაა სათამაშო. ეს არის საგანძურია ნამდვილი. როგორ გითხრათ ეხლა რომ არ ვიცი, ამერიკამ თქვას მიხეილ ჩეხოვზე ან ჟდანოვის სკოლაზე უარი. აი ამაზე ეს გავაუქმეთ დღეს. კი ბატონო, გავაუქმეთ. ეს იმდენად მტკივნეული თემაა, რომ დავბრუნდეთ. ვინ გაგაგებინა თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ? Facebook-ით გავიგე. Facebook-ით გავიგე მართლა, იმიტომ რომ ჩემმა მეგობარმა დარიკა ფატიმ, რომელმაც მითხარ როგორ ახარ, ავიღე ტელეფონი, მე არ მაქვს
თვითონ Facebook-ი. სოციალური ქსელების მომხმარებელი არა ვარ. დამირეკა და მითხრა რომ კაცო რაღაცა ჭორი სავით გავიგეო, რომ ისე მითხრა არა ფაქტი საყვარელო ჯერ ჩემთან არ მოსულა არაფერი თქო და შევედი ტელეფონში ელფოსტაში რომ რამე ხო არ არის კულტურის სამინისტროდან წერილი მოსული და დავხედე და არ იყო არაფერი. ნამდვილად ის ვქენი, გადავტვირთე კიდეც არ იყო და აი ამაში რომ ვიყავი, ჩემი მეგობარი ლევანი იჯდა და მითხრა რომ იმედმა დადო თქვენი განთავისუფლების შესახებ კარტი. იმედმა უფრო ადრე იცოდა, ვიდრე ადრესატმა. თავისთავად. მანიფესტისთვის დაისაჯე? არა მგონია. არა, სოლიდარობისთვის. მე არ მგონია რომ ეს არის მანიფესტის. მანიფესტიც სოლიდარობის ერთ-ერთი აქტია. ბოლო არა, მე მგონია რომ ეს გაგრძელდება და მანიფესტს აუცილებლად გავაგრძელებთ. რამოდენიმე რეგიონი დაგვრჩა და აუცილებლად ჩავალთ იმ რეგიონებში და გაგრძელდება ეს მანიფესტი, მაგრამ მე მგონია რომ ეს ბრძოლა იყო ყველაზე მნიშვნელოვანი რამ ამ თეატრისთვის. ეს იყო ბრძოლა სოლიდარობისთვის. ეს იყო ბრძოლა ერთი რიგითი ჯარისკაცის დასაცავად. და რომელიც იყო თქვენი წევრი. ხო, რომელიც ჩვენი წევრი იყო და ამ სოლიდარობამ ააგორა სხვა რაღაცეები და ნელ-ნელა მივედით იგივე მანიფესტამდე, ნელ-ნელა მივედით უკვე იქამდე, რომ მართლა აი ყველგან სადაც დავდიოდით, ყველაფერი აბსოლუტურად იყო შემოწირულობაზე, ფაქტიურად, აი დახმარებაზე, სცენა ესე უფასოდ, განათება უფასოდ, გახმოვანება უფასოდ, მსახიობები უფასოდ, ყველანი აი მთელი ამ იმის ხიბლი არის სოლიდარობა სწორედ. და მე ბოლომდე მინდა ვთქვა, რომ სწორედ ამ სოლიდარობას ებრძვიან, იმიტომ რომ რაღაცნაირი დრო მოვიდა. დრო, როცა ადამიანებს არ ესმით ფულის გარეშე რატო შეიძლება იყო გააკეთო. აი ეს არის ყველაზე უფრო საშინელი. რატო შეიძლება მე ვიყო სოლიდარული რომელიღაც ადამიანის მიმართ, რატო შეიძლება მებრალებოდეს, რატო შეიძლება უანგაროდ გავაკეთო რაღაც. აი ეს უანგარობა არის ხო არჯერად და ამიტომ მე შენც რაღაცნაირად ზიხარ და ცოტა თავს იმართლებ თუ რაღაც და სულ არ მინდა თავის მართლების რეჟიმში გადავიდე და მგონია რომ ეს რაც იყო ახალ თეატრთან ეს ისტორიაა, ეს ამ თეატრის ისტორიაა და მე ბედნიერი ვარ რომ მისი მონაწილე ვიყავი. იმ ღამეს შენ თქვი რომ ცხოვრობ სახელმწიფოში, სადაც სოლიდარობის ყველაზე მეტად ეშინიათო. ძალიან დიდი მადლობა რომ აქ ხართ და მადლობა ამ სოლიდარობის. რა უნდა თქვა, არ ვიცი, იმიტომ რომ ჩემი მოხსნა ძალიან მნიშვნელოვანი არ არის. ყველაზე მნიშვნელოვანი არის რომ ცხოვრობ სახელმწიფოში, სადაც სოლიდარობის ყველაზე მეტად ეშინია. ეს თეატრი იყო მაგალითი იმის, როგორ შეიძლება ერთ ადამიანს დაუჭირო მხარი და გამოუცხადო სოლიდარობა. ამიტომ ყველაფერი აკეთეს იმისთვის, რომ რაღაცნაირად ეს სოლიდარობა დაშალოს. ამ ყველაფერს ველოდი უფრო ადრე, ვიდრე ეს მოხდა, მიკვირს კიდე ამდენი ხანი რომ ვაცალეს. ამიტომ შეიძლება მე ვიქნები ამ თეატრის ხელმძღვანელი თუ არ ვიქნები, საერთოდ მეორე ხარისხოვანია ამ შემთხვევაში. მე თვითონ არ ვიცი დასი არის შეკრებილი და იღებს გადაწყვეტილებას. ამიტომ კი ბატონო. მადლობ კიდე ერთხელ ხარდაჭერისთვის და ერთადერთი რაც დღეს შემიძლია ვთქვა, რომ მე წავალ თუ მოვალ არ არის თავარი არის რომ გამოუშვით პოლიტპატიმრები. გამოუშვით სასწრაფოდ. ყველაფერი დაიწყო სწორედ ჩვენი თეატრისთვის. ქუჩაში გამოსული თეატრის ძალის ეშინია ხელისუფლებას. იცი რა, თეატრის რო ზოგადად ეშინია, ეს ფაქტია. და ძალიან შეეშინდა და ეს აჩვენა კიდეც ამ აქციებმა, იმიტომ რომ რეალურად რაღაც პერიოდი სწორედ ამ მსახიობებზე გადაიარა ამ ყველაფერმა და ჩვენ და სამწუხაროდ, ვიტყვი რომ სამწუხაროდ ამ შემთხვევაში
წინა ფრონტის ხაზზე აღმოჩნდნენ სწორედ არტისტები. ეს პოლიტიკური პროცესია და რასაკვირველია, ბედნიერები ვიქნებოდით, რომ პოლიტიკოსები მართავდნენ ამ პროცესებს და არა მსახიობები, მაგრამ ესე აღმოჩნდა და ეს დარტყმა აიღეს მსახიობებმა. ეს ძალიან სერიოზული სტრესია. არა მარტო იმიტომ, რომ იბრძვი, იმიტომ, რომ გაშავებენ, იმიტომ, რომ ტროლბოტები შენზე მუშაობენ, იმიტომ, რომ საშინელ მუდმივად გლანძღავენ და გაბრალებენ. და გაბრალებენ ისეთ სისულელეებს, რომ არ ვიცი, ეხლა მე რომ ნარკომანობა დამაბრალო დაახლოებით ესეა და ამასაც წერდნენ და რაღაცა იტაცებდნენ, გასაგებია ეს ყველაფერი. ამასაც გაძლება უნდა, ამასაც ნერვები უნდა, თან არ მიაქციო ყურადღებაც არ გამოდის. არ გამოდის, ხო, ძნელია, თან განსაკუთრებით ეხლა მე კიდე რაღაცა ჰასაკში ვარ და დავღვინდი ცოტა და როცა ახალგაზრდები არიან და აბსოლუტურად სხვა შემართებით არიან და უცებ სხვა რეალობას თავაზობენ და ამას სხვანაირად ფუთავენ. რა ვიცი, ძალიან ძიმეა ალბათ და ძალიან სტრესი ილექება და ხო, ძალიან დიდი სტრესი. ეხლა გამიჩნდა ესეთი კითხვა. ანდრო ჭიჭინაძის დაჭერა ხომ არ იყო ახალი თეატრის ყველაზე ხმაურიანი დასჯა პოლიტიკური პროტესტისთვის? არ გამოვრიცხავ, მაგრამ ჩემთვის აი მართლა დღემდე სულ ვფიქრობ, იმიტომ რომ მე ძალიან მჯერა ნიშნების. საერთოდ ზოგადად და მე აი რაღაცა რო ხდება, საერთოდ ვფიქრობ ხოლმე რომ რატო ვერ და ამოვიკითხე ეს ნიშანი, ანუ რას ნიშნავდა, იმიტომ რომ აი მაგალითად სანამ ეს ამბები მოხდებოდა ანდროს დაჭერა? ხო, სანამ ანდროს დაჭერა მოხდებოდა, კეთი ნადიბაიძე არის ეგეთი ძალიან კარგი მხატვარი, ძალიან კაი გოგოა, რომელსაც ჰქონდა რაღაცა ძალიან კაი გამოფენა. მაკმანზე იყო რაღაცა სიტყვები ამოქარგული, რა სხვადასხვა სიტყვები და ძალიან ლამაზი იყო მოკლედ ეს და რაღაცა ინსტალაციასავით იყო. მივედი ამ გამოფენაზე და ძალიან მომეწონა კეთის რაღაცა გადავყოცნე, მეთქი რა კარგი. მე მინდაო რომ ერთი ის გაჩუქო. ნამუშევარი გაჩუქო და მე ვთქვი ძალიან დიდი მადლობა და კარგი და წამოვედი და მე რამოდენიმე დღეში მოვიდა თეატრში ჩემთან და მომიტანა. იყო მაკმანი, რომელზეც ეწერა სიჩუმე. არ მივაქციე მაშინ ყურადღება, იმიტომ რომ ვიფიქრე რომ ეს არის ძალიან ხშირად მე ვყვირი ვარ ამ სიტყვას, სიჩუმე, რეპეტიციაზე. და მე თქვი ალბათ ამ მაგიტო ხო თუ რაღაცა და იქ ოთახში ჩამოვკიდე. და აი გუშინ წინ, როდესაც მივხვდი რომ უნდა წავიდე თეატრიდან და ბოლო წუთებია, იმიტომ რომ 21-მდე იყო ვადა 22-ში უკვე მე აღარ უნდა ყოფილიყავი. ეს რო წერდი დასამშვიდობებელ სიტყვას თუ რაღაცას რომ დამშვიდობებოდი სიტყვით მაინც მსახიობებს, იმიტომ რომ არ ვფიქრობდი რომ საჭირო იყო რაღაცა ესეთი დამშვიდობება ან რატომ უნდა დამშვიდობებულიყავი. რაღაცა 4-5 სიტყვა დავწერე და აი ამ წერის დროს შევამჩნიე რომ ეს არის სიჩუმე. ეს არის ის რისთვისაც რეალურად დავისაჯეთ. სიჩუმე, რომელიც ყველაზე მეტად ყვიროდა. სიჩუმე, როცა ჩვენ გავჩერდით და გავჩერდით ერთი ადამიანისთვის და ბოლომდე ვიძახეთ, რომ დიახ, არ ვითამაშებთ. ხალხს გონია, რომ ეს არის რაღაცა, რა კარგია კაცო, არ ითამაშებ. არტისტისთვის შენ მაინც ხო იცი, სხვას როგორ ახსნა, ეს არის ყველაზე დიდი რისი გაცემაც შეუძლია. ყველა არტისტმა დათმო თავისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, თავისი ყოველდღიური ფუფუნება. რაც არის თამაში, ენერგიის გაცვლა მაყურებელთან და შემდეგ მიღებული აპლოდისმენტები. აი ამაზე თქვა უარი. 4 თვის განმავლობაში წარმოუდგენელი რამეა. ეს არის სამსახურის სულ სხვა შეგრძნება. აბსოლუტურად და ეს ხო სამსახურიც არ არის, ეს ხო არის ცხოვრების წესი უბრალოდ და ეს ხო არის ის, რომ იქიდან უნდა თქვა და უნდა მიაწვდინო და უნდა შეეხო და ასე შემდეგ. ამიტომაც მე მგონია რომ ამ სიჩუმისთვის უფრო კონკრეტულად მინდა მომიყვე როგორ დაემშვიდობე თეატრს. იცი რა, ძალიან სენტიმენტალურია ისე რეალურად, იმიტომ რომ აი ახლა 2 დღეში მივდივარ ჩინეთში, People Art Theatre, არის ძალიან კარგი თეატრი, მართლა ძალიან კარგი, ათეულში შესული ბეიჯინის. უნდა დავდგა ალუბლის ბაღი და მაქვს კასტინგი. და სულ ყოველთვის მართლა
ვფიქრობდი, რომ ფინალური სცენა, როცა რანევსკაია უნდა წავიდეს და დატოვოს ეს თავისი ბაღი, რომელსაც ეუბნებიან, რომ უნდა გაიჩეხოს და ის იძახის, რომ არა, არ გავჩეხავ თუ რაღაცა. და ერთხელ რუმინეთშიც მაგ დადგმული და ეგრე დავდგი ზუსტად. იღებს ნაჯახს და თვითონ იწყებს ფინალში ამ ალუბლის ბაღის ჩეხვას. და მეგონა რომ ეს ის მდგომარეობა, რომელიც სწორია. და ესეც ნიშანია გარკვეულწილად, აი რატო უნდა დავდგა ალუბლის ბაღი, წელიწად ნახევრის წინ გავაფორმეთ კონტრაქტი. რატო მაინც და მაინც ალუბლის ბაღი და რატო უნდა ეს ისტორია, რატო უნდა გამხდარიყო ჩემი. ეგეც რაღაცნაირი გარკვეული ნიშანია და რომ ვიჯექი ვფიქრობდი მაგაზე, რომ არანაირი სურვილი იმის, რომ რამე ამეჩეხა არა მაქვს. არც ის, რომ ვიღაცაზე გაბრაზებული ვარ, არა მაქვს. არც ის, რომ დამშვიდობება მინდა, არა მაქვს. ერთადერთი სურვილი მქონდა სწრაფად გავცლოდი იქაურობას. აი ეს იყო ყველაზე მთავარი და ამიტომ თვითონ აი ამ სენტიმენტებს და რაღაცას, რომელიც გინდა არ გინდა თან ახლავს ამას. ნუ უბრალოდ გავექეცი შეიძლება ითქვას და ამიტომაც დავწერე რაღაცა 4 სიტყვა და დავემშვიდობე ესეთია. სად დაწერე? დაფაზე. ჩვენ ქონდა დაფა. დაფა, სადაც განაწილება და რაღაცა. არა მარტო განაწილება, მან კეთდებოდა ჩვენ ხო რაღაცნაირად წარმოუდგენლად კარგი თეატრი გქონდა, იმიტომ რომ მართლა 3 თვით ადრე იყიდებოდა ბილეთები, ამიტომ რეპერტუარი ჩვენ უნდა გაგვეკეთებინა 3 თვით ადრე და ეს დაფაზე ეწერა მთლიანად, იმიტომ რომ ვიღაც არტისტები სხვაგანაც არიან ხოლმე დაკავებულები და ჩვენ ძალიან ადრე ვაძლევდით, რომ მე იმათ თავიანთი გრაფიკი აეწყოთ და ბოლო დღეებში უკვე მიხვდი, რომ აღარაფერი აღარ ეწერა, საერთოდ წაშლილი იყო ეს დაფა, იყო მარტო ქეთის სიჩუმე და ნუ ბოლოს ეს 4 სიტყვა მივაწერე და ნუ არა ნიშნავს. არაფერი რომ მიყვარხართ და ნახვამთ. ის და ყველაფერი ახლა იწყება. მოვლენების ასეთი განვითარების მოლოდინი ქონდა? კი, რასაკვირველია. რატო? იცი რა არის? მქონდა იქიდან გამომდინარე, როგორც განვითარდა მოვლენები, თორე თავიდან არ მქონდა, მე მართლა მეგონა, რომ ვცხოვრობ სახელმწიფოში, სადაც არამც თუ კოლექტივის, არამც თუ თეატრის, არამც თუ 2000 კაცის, რომლის ხელმოწერაც შევაგროვეთ, მართლა აღარ დარჩა ხელოვანი, რომელმაც ხელი არ მოაწერა მიუხედავად პოლიტიკური კუთვნილებისა, ხო? მე ვერ წარმოვიდგენდი, რომ სახელმწიფომ შეიძლება ესეთი იგნორი გააკეთოს, არ გაითვალისწინო. მაგრამ უკვე, როდესაც აი ესეც კი არ იქნა გათვალისწინებული, როცა გასაგებია თქვა, მე ვიღაცას მოწონვარ, არ მოწონვარ, უყვარვარ, არ უყვარვარ, დასი არ უყვარს, თეატრი არ უყვარს, მაგრამ ნუ არაფერი არ გიყვარს და არავის არ ითვალისწინებ და მან მივხვდი, რომ რაოდენ ეშინიათ თეატრის და საერთოდ ხელოვნების. როცა წავიდა პროპაგანდა იმის, რომ ნუ ვინახართ საერთოდ და რას წარმოადგენთ და თქვენ რო არ იყოთ რა იქნება. და ეს, ნუ გასაგებია ერთხელ რო თქვას ადამიანმა ძალიან გამეცინება და ვიტყვი რომ საწყალი თუ რა. მაგრამ როცა ეს 4 თვის განმავლობაში სულ ტრიალებს, ნიშნავს რომ მუგეშინიათ ხალხო. არ შეგჭამთ. სიმართლის გეშინოდეთ, რომელსაც ვიტყვით. აუცილებლად ვიტყვით. აი, სადღაც მაინც კულტურის სამინისტროს იმედი ქონდა, რომ თეატრის მხარეს დაიჭერდა ვთქვათ და ამ დროს შემთხვევაში რაღაც გარკვეულწილად შუამავალი გახდებოდა. მე ნელ-ნელა მივხვდი, რომ ეს არ არის რაღაცა ხვდები, აღარ არსებობენ სამინისტროები, აღარ არსებობენ რაღაცა დაწესებულებები, აღარ არსებობენ ესენი არაფერი აღარ არსებობს სასამართლო, აღარ არსებობს. წესით ესე უნდა ყოფილიყო. წესით გასაგებია, მაგრამ ნელ-ნელა ეს ხო ჩვენ თვალწინ მოხდა. ნელ-ნელა მე აღმოვაჩინე, რომ თურმე ყველაფერი ექვემდებარება რაღაცა ერთ-ერთი ფუნქცია დაკარგული სხვა. და ნუ ეხლა რაც ხდება, ამაზე აღარც მინდა ესეთი ნუ რომც ვილაპარაკო, ეხლა ვერაფერს ახალს ვერ ვიტყვი, ხო? რეალურად დღესდღეობით არ ვიცი, არსებობს რაიმე დაწესებულება, რომელიც დღეს თავისით იღებს გადაწყვეტილებას, როგორ წარმოვიდგენდი, რომ თეატრალურ ინსტიტუტში შეიძლება მსგავსი რამ მომხდარიყო, როგორ წარმოვიდგენდი ამას, ვერ წარმოვიდგენდი ვერასდროს, მაგრამ როგორც კი ეს, ანუ მაგალითები უკვე იმდენი იყო და იმდენი ნახე, რომ მივხვდი, რომ
ეს არ არის და ადამიანები ანუ ამ იგივე კულტურის მინისტრი თუ რაღაცა თეატრალურის რექტორი და ასე შემდეგ ესენი არ იღებენ გადაწყვეტილებას. ექვემდებარებიან. სამწუხაროდ ექვემდებარებიან იმას, რასაც ეუბნებიან და რაღაცა სისტემის, ერთი დიდი სისტემის რაღაცა შემადგენელი ნაწილები არიან და ჩემ და სამწუხაროდ არ ვიცი რამდენად მოწონთ ეს როლი, მართლა არ ვიცი. შეიძლება მოწონთ კიდეც რაღაცა საოცრებას აპრავებენ ესე ვთქვათ და ნუ ნახოთ. დასი ამბობს რომ არ გიშვებენ. რა განვითარება ექნება მოვლენებს შენი აზრით? მართლა არ ვიცი ეკა. არ ვიცი და არც მინდა ვიფიქრო და ძალიან მიხარია რომ ვთქვათ მივდივარ ახლა და აქ არ ვიქნები და ვთქვათ რაღაცა პერიოდი კიდე გარედან მომიწევს ამ მოვლენების შეხედვა, იმიტომ რომ მინდა არ მინდა მაინც პროცესში ვარ. და ეს პროცესში გინდა არ გინდა მაინც რაღაცეების სუბიექტური ხარ, ობიექტური ვერ ხარ. და როგორც კი რაღაცა გადიხარ, მიშა იძახდა თუმანიშვილი ჩემი საყვარელი პედაგოგის უგმეუბნებოდა რომ იყავი ხალხში, მაგრამ იყავი გარეთ, უყურე შენ თავს გარედან, უყურე მოვლენებს გარედან. ამიტომ ეხლა ძალიან კაი საშუალება მომეცემა იმის რომ წავიდე და დავაკვირდე ამ მოვლენებს. როგორ მიყვარხარ? მეც. როგორ ფიქრობ, კულტურის მინისტრს შეეძლო დამოუკიდებლად ამ გადაწყვეტილების მიღება? ბევრს საუბრობენ იმაზე, რომ თქვენ მეგობრები იყავით. ხო, ვიყავით. იყავით წარსულში, მერე რაღაც მოხდა. ნუ მერე ბევრი რამის გამო ადამიანებს სხვადასხვა შეხედულებები გვაქვს, ვიღაცას ეს მოწონს, ვიღაცას ის მოწონს. და არა პოლიტიკის გამო აბსოლუტურად ამ შემთხვევაში. მაგრამ ნუ ეს არ არის მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ მე მაინც მგონია, რომ თიკა ვერ მიიღებდა ამ გადაწყვეტილებას თავისით. ვერ ერთი და არ მეორე. ანუ ეს მის კომპეტენციაში არ არის. არც სურვილით და არც მორალურად. რასაკვირველია. ამ ჯერა ამისი და თუ ესე არ არის, მაინც მინდა რომ ამის მჯეროდეს. მე აბსოლუტურად. იმედგაცრუება განიცადე ადამიანებისგან? არა. არა. არ განმიცდია ეს იმედგაცრუება, უბრალოდ რაღაც დონეზე ვაკვირდები ადამიანებს. და ძალიან ბევრი მაგალითი მაქვს იმისი რომ ვიამაყო. შენი გარემოც. არა მარტო ჩემი გარემოც, და რასაც უყურებ, როგორც არიან, როგორც ხდება იგივე ქუჩაში რაც ხდება. დღეს მაგალითად ვიყავი საავადმყოფოში. ექიმები როგორც გელაპარაკებიან, როგორ გიხდიან მადლობას პოზიციისთვის. აი სულ ვფიქრობ, მეტი რა უნდა გაგვეკეთებინა მართლა. გავაკეთეთ თეატრი, სადაც არ ვთამაშობდით სპექტაკლებს და მაყურებელი მოდიოდა და ტაშს უკრავდა. ამიტომ ესენი მიამაყება. იმედგაცრუება მაქვს თუ არა, შეიძლება რაღაცა დონეზე, მაგრამ მაინც არ მგონია, იმიტომ რომ მაინც მგონია, რომ ხარდაჭერა მეტია და არა მარტო მეტია და ნაკლებიაზეც აღარა მაქვს უკვე ლაპარაკი. სიმართლეა და ეს სიმართლე აუცილებლად ამოვაზემოთ. არა, მე იცი რა მაინტერესებს. მეტი მხარდაჭერა იგრძენი თუ მეტი სიჩუმე მოვიდა შენამდე? კოლეგების მხრიდან თუნდაც? არა, ძალიან დიდი მხარდაჭერა და წერა მხარდაჭერაც არ ვიცი. ხო, იმიტომ რომ აი ახლაც რეკავს ტელეფონი და ალბათ მირეკავს ვიღაცა რომ მხარი დამიჭიროს და გამამხნეოს და კეთი ჩაწერაზე ვარ, რა გავაკეთო? მადლობა. მოკითხვა. ჩაწერაზე ვარ, აი პირდაპირ ეთერში ვარ, კეთი, მადლობთ. მადლობთ, კოც. არა, ეს ჩემი ცოლი იყო, არ იყო დასამხნევებელი, მაგრამ ნუ ძალიან ბევრმა და თითქმის ყველამ, რა ვიცი და ვინც ვერ გაბედა ეგ კიდე უფრო მომხნევს.
ხო, ერთს რო ფიქრობ, მაგრამ ჩუმად ხარ, იმიტომ რომ ხო, ნუ აი წარმომიდგენია ძალიან ძნელია რა, ძალიან ძნელია ამ ადამიანების აი რო წარმოიდგენ მათ ადგილას თავს ძალიან რთულია, ბევრი რამის გამო შეიძლება რომ ესე იყოს, სწამდეს სხვა რამე, მართლა ჯეროდეს, მართლა რაღაც პერიოდში მართლა მგონია რომ ჩვენი ბრალიც არის, რომ კარგად არ აუხსენით, კარგად არ დაველაპარაკეთ, რაღაცნაირად ვერ დავანახეთ ეს სიმართლე, პროპაგანდამ უფრო იმუშავა და ასე შემდეგ, ამიტომ იცი რა მართლა ვფიქრობ, აი ყველანაირი იმის გარეშე ვამბობ რა, სულ ვფიქრობ, რომ ეს გზა აი ახლა გავდი სეილემის პროცესს და გავჩერდი. სეილემის პროცესს ქვია crucible ინგლისურად. არ ვიცი როგორ არის სწორედ ნათქვამი, გზაჯვარედინი, ანუ ჯვარიდან cross ხო, მაგრამ უფრო არის საწრთობი. ანუ დრო, როცა ადამიანები იწრთობიან. აი ამ დროში ვართ ახლა. და ნუ ხო ვიღაცა ალბათ გადაყვება ამ წრთობას, ვიღაცა კიდე ფოლადივით გამაგრდება, რა ვიცი, ესე მგონია. ხალხის აზრი მინდა მოგესმენინა. ყველაზე მეტად მწვენია მაგის, ხო იცი, აი ყველაზე მეტად სხვათა შორის ანდრომაც მომწერა წერილი, რომ ცხოვრებამ რა გასწავლა. ამის აწევა იყო ჩემთვის ყველაზე რთული. გადაცემის პარტნიორია წყალინთის. იცხოვრე სრულყოფილად. გადაცემის პარტნიორია წყალინთის. იცხოვრე სრულყოფილად. ხალხის აზრი მინდა მოგესმენინა. ყველაზე მეტად მწვენია მაგის, ხო იცი, აი ყველაზე მეტად ეგრეთ წოდებულ პაკლონზე გასვლა, ეს არის ჩემი ტრაგედია უბრალოდ. როცა აი მღელვარება რო გადადის, მე ხდები კარგად. მე ძალიან ემოციური კაცი ვარ, ზედმეტად. ახსენებს ემოციები და თვითული ადამიანების აღფრთოვანება, სიყვარული, მართლა ეგ მსიამოვნებს უბრალოდ ზუსტად ვიცი რა, ჯორჯო სტრელერმა თქვა, მე თუ შევძელი აგიხსნა როგორ მიყვარხარ, ესე იგი არ მყარები ხარ. რამდენი სიტყვა მჭირდება, ხვდები რომ აგიხსნა გამოხატო ნამდვილი სიყვარული და ვერ პოულობ ამ სიტყვებს და ვერ ვჩერდები და ლაპარაკობ და ზოგჯერ შეიძლება უსიტყვოდაც ისე გამოგხედოს ადამიანმა რომ მიხვდე რაშია საქმე და როგორ არის. ამიტომ რა ვიცი, აი მიშას უმეუბნებოდა რომ ყოველთვის ეძები ამოცანა. აი მაგ დროს მაგ ერთი ამოცანა რომ მიწა ოღონდ გასკდეს და ჩამიტანოს. ვაი აქ არ ვიყო. რა ვქნა, არ მოგესმენია. კი, მოვისმინდოთ. ცოტა მერიდება. ვფიქრობ, რომ ასეთი პროფესიონალი ბევრი არ გვყავს საქართველოში, შესაბამისად ასეთ ადამიანებს დაფასება სჭირდება. დედამისი მე სასახლეში მუშაობდი და ჩვენთან მუშაობდა, ისე რომ მაგისი ბავშვობის ამბებიც კი ვიცი. დადებითი განწყობითა ვარ რა. ძალიან მიყვარს დოი და მისი ყველა სპექტაკლი რა. საერთოდ თეატრი და სცენა არის ხელშეუხებელი. და რეალურ სახეს თეატრი აჩვენებს და ყოველთვის აჩვენებდა და ალბათ მომავალში თეატრი აჩვენებს. და თუ გავიხსენებთ ევგენი მიქელაძეს, დიდ ცნობილ დირიჟორს, ბერია როდესაც მივიდა მის დასაკითხავად, მან ხმაზე იცნო დახუჭილმა ევგენიმ და ყურები დაუხრიტეს და ნუ დაუხრიტავთ რეჟისორებს ყურებს. ძალიან კარგი ადამიანია და ძალიან ბევრი რამე გააკეთა და ურჩევნიათ იფიქრონ რა მოელი თვითონ. რომ ასეთ ადამიანებს რო რეპრესიებს უკეთებენ. ვერ გავიგე 37 წელია. არც მინდა რომ დავფიქრდე, შეიძლება გავრეკო მეთქი ვიძახი. კარგი ბიჭია გადასარევი. ნიჭიერი. და მომწონს რა. რომელ პარტიას ეკუთვნის? არც ერთს. მაშინ კაი კაცია, კარგი ადამიანია. თუ არც ერთს არ ეკუთვნის, იმიტომ რომ ხელოვანი კაცი არ უნდა იყოს სართული არსად. აკეთე ხელოვნება, დადგის სპექტაკლი ისეთი, აი
როგორც მაგალითად თავის დროზე ყვარყვარად დადგა რობერტ სტურუა. ეგეთი პროტესტი, ესე უნდა გამოხატო ხელოვანმა და არა ქუჩაში დგომით. მე პირადად ძალიან უკმაყოფილო ვარ იმით, რაც მოხდა და რაც ხდება. პოლიტიკური, ცალსახად პოლიტიკური. ეს კაცი გამოვიდა და აღმოჩნდა პატრიოტი, რაც ამათ ძალიან არ მოსწონს. ადამიანს, რომელსაც აი ასე ათავისუფლებენ, ყველამ ძალიან კარგად ვიცით რატომაც, იმიტომ რომ ადამიანი უცხადებდა ამ ხნის განმავლობაში სოლიდარობას მის თანამშრომელს და სოლიდარობის გამო ადამიანები ისჯებიან. ეს სამწუხარო ფაქტია და ჩემი ძალიან დიდი გვერდში დგომა და თანადგომა დროის. კარგი რეჟისორი რო აუდავო და ყველამ ვიცით. სხვა რეჟისორებისგან განსხვავებით კონფორმისტი არ არის. და სწორი სამოქალაქო პოზიცია აქვს და ვნახეთ ერთი მსახიობის მიმართ მისი თანადგომა და რეჟიმის წინააღმდეგობა. რაც ჩემთვის პირადად როგორც მოქალაქისთვის სამაგალითო და ძალიან მისასალმებელია და მე ვფიქრობ რომ დაცო დოიაშვილს არაფერი არ დაუკარგავს. ამ გაყრაზე და შეყრაზე სახეს რო იბძღვნიდნენ ქოცები და ნუ რა ვიცი მთელი ჩაწყობებით რო ბილეთებს ჩალიჩობდნენ. ეს ყველაფერი აღარ იქნება დროებით. ხელოვნებას ვერ ამარცხებენ, ძალიან ცდებიან ზოგადად რეჟიმები, როცა ფიქრობენ, რომ ამას გააჩუმებენ რა. გადასარევიკაცია და ძლიერი რეჟისორია და ძლიერი სამხატვრო ხელმძღვანელი იყო. აბსოლუტური კრეტინიზმი და იდიოტიზმი. მეტი რა უნდა ვთქვა? უსამართლო გადაწყვეტილება. სპექტაკლები ნანახი მაქვს და როგორც რეჟისორი ძალიან მიწოს და უსამართლო არის მისი გათავისუფლების გადაწყვეტილება აბსოლუტურად. დღესდღეობით თანამედროვე თეატრის ერთ-ერთი უნიშნავანი ფიგურა იყო, თუ მიუდგებით ბუნებრივია თეატრის და კულტურის მხრივ და ასევე კულტურა იყო ყოველთვის ჯანსაღი პროტესტი ხალხისთვის. შესაბამისად იყო მისი არსებობა და მისი მნიშვნელობა ძალიან მნიშვნელოვანი ქართული აი დღევანდელი საზოგადოებისთვის და რაც შეეხება თვითონ გადაწყვეტილებას, ეს არის ჩვეულებრივი ღალატი. საქართველოს ხალხის ღალატი იყო ამ წუთას სამინისტროს და მინისტრის გადაწყვეტილება. როდესაც ესეთი ცხელი წერტილი არის და ცხელი ამ მდგომარეობა და მართლა პიკი არის, მაშინ რო ხსნი ადამიანს და მიზეზი ფაქტიურად ყველამ ვიცით, უკვე აქ აღარ არის საკითხი პოლიტიკური არის თუ სხვა რამე მოტივი უდევს ამას. მე ესე ვთვლი. სიმართლე გითხრათ, აი რაც გადავიდა ახალ თეატრში არც ერთ სპექტაკლი არ მინახავს, იმიტომ კი არა რომ თეატრი არ მიყვარს, იმიტომ რომ ვერასოდეს ბილეთებს ვერ ვშოულობდი სამწუხაროდ და ზოგადად ძალიან კარგი რეჟისორი და ძალიან კარგი პატრონი თეატრის. დათოს დასჯა არის ყველას დასჯა. არ ვიცი, დათოსნაირი ადამიანები რო იყოს რაღაცა მრავლობით რიცხვში შეიძლება ეს ამბავი არ იყოს. ძალიან გულდაწყვეტილი ვარ და აი ყოველ დღე ახალ სისულელეებს ველოდები. რა გითხრათ, აბა ნუ არ ვიცი, ვინმე არის ვისაც ეს ამბავი მოწონს? მიუტრიალდება ყველას უკვე აუცილებლად. ხო, აი განსაკუთრებით აი როცა გვეუბნებიან რომ სცენიდან თქვი თქვენი სათქმელი. ეს არის ჩვენ მართლა ვცდილობდით განსაკუთრებით ახალი თეატრი მართლა ვცდილობდა რომ სცენიდან ეთქვა თავის სათქმელი და ეს არ იყო უბრალოდ რაღაცა ესეთი ლიტონის სიტყვები, მართლა ძალიან მძაფრი სპექტაკლები ჰქონდა და მე მგონია რომ ამ სპექტაკლებმაც რაღაცნაირად გაზარდა კიდეც ის თაობა, იმიტომ რომ აი როცა ნიშნებზე ვლაპარაკობ, მაგალითად ეს ამბები სად იყო, როცა გავაკეთეთ ირაკლი ჩარკვიანის მე გადმოვცურავ ზღვას და უბრალოდ თიკო კვინიკაძე იყო მხატვარი, არაჩვეულებრივი ადამიანი და არაჩვეულებრივი მხატვარი, კოსტიუმების მხატვარი, რომელმაც მოიტანა ესკიზი და რაღაცა იყვნენ ეს ბავშვების სუფერადები. ჭრელები. აი წარმოუდგენელი ფერადები და მითხრა რომ აი რაღაცა ფერადი ფანქრებივით მინდაო რომ იყვნენო თუ რაღაც. ხარი იყვნენ კაცო რა პრობლემაა და რაღაცა დანარჩენი უფრო შავ და ნაცრისფერ ტონებში წავიდა თუ რა. აი უცებ გადის 2 წელი და ეს კონტრასტი რომელიც სპექტაკლშიც არის, პირდაპირ ამოდის ცხოვრებაში. პირდაპირ ამოდის, როცა მართლა ეს ფერადი ბავშვები, თავის ფერადი საწვიმარებით და ფერადი ტანსაცმლით პირდაპირ უპირისპირდებოდა აი ამ რაღაცა შავ დიდ ლაქას. გარდა ამისა, ნუ გავაკეთეთ უამრავი რამ, გავაკეთეთ ლირი და ბოლოს მიშა ჩარკვიანმა გააკეთა რაღაცა ვიფიქრე რომ ძალიან პირდაპირ ხო არ არის თქო
გვდები როგორც ქვეყანა, რომელიც მართლა ისეთ ტკივილზე იყო აგებული და ეს განსაკუთრებით დღესაც არ ამომდის თვალიდან ეს ბოლო ფინალური სცენა გელათის ფრესკას როგორც ჩამოსდის ცრემლი. აი ეს წარმოუდგენელი მეტაფორა, რომელიც ამ ბიჭმა მოძებნა, ჩვენ ვყვიროდით, კი არა, ლაპარაკობდით, აი მართლა ვყვიროდით იმ პრობლემებზე, რომელზეც ღირდა დაფიქრება. მართლა ღირდა დაფიქრება. და დღეს უკვე როგორ თქვა, აი დავიწყე სეილემის პროცესის რეპეტიციები, ხო? დაჭმუჭდი ქაღალდი. თვალი გაახილე რა არის? სტოპ, არ დააგვიანო, წამში მინდა ყველაფერი. გეკთხო, მანი დაჭმუჭნე რა მიკროფონთან ახლოს ქაღალდი, ეს ბევრი ხმა მინდა, ერთი ხმა არ მინდა, მაგრამ ხერი. კიდე ერთხელ, წავიდა. დავიწყე იმიტომ რომ არტისტები ფორმაში ყოფილიყვნენ, რომ პროცესი ყოფილიყო თეატრში. გარდა ამისა კიდე 3 სპექტაკლი იყო ჩაშვებული, მაგრამ მივხვდი ერთ რამეს, რომ მიუხედავად იმისა, რომ არ ვიცი, არტურ მილერი ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი დრამატურგია. აი თუ როგორც დრამატურგს აიღებ, მან რო იცის შრეები, მან რო იცის საერთოდ სცენის და კონსტრუქციის და ხერხემლის აგება და თან გიტოვებს უზარმაზარ სივრცეს შეთხსვისთვის, ესეთი რაღაცეები ვთქვათ, აი შექსპირთან ხდება. აი ამ რანგში შეგვიძლია ვილაპარაკოთ არტურ მილერზე. და მიუხედავად ამისა, მისი ტექსტი არ იყო საკმარისი იმის, რაც ჩვენ შიგნით ხდება. ფინალური ცოლქმრის ტექსტია კიდე ძალიან ძლიერი. არა მხოლოდ, უფრო მეტი ხდება გარეთ, ვიდრე ეს ტექსტი. ეს ტექსტი კიდე არ გამოხატავს იმას, რამ ღილვარებაც ჩვენთან არის. ზუსტად იგივეა, იგივენაირად არის დაწყებული ჯადოქრებზე ნადირობა, სხვა არაფერი არ ხდება ამას და იგივე შეიძლება კიდე უფრო უარეს დღეში აღმოვჩნდეთ, ხო? და განსაკუთრებით ეს სცენა, რომ გამახსენე პროქტორის და ელისაბედის ფინალური სცენა, როცა არ იცის ხელი უნდა მოაწეროს თუ არა. და ელიზაბეთს როცა თხოვს, რომ მითხარი რამე. და იქ ამბობს ეგეთ რამეს, რომ you are good man John, შენ კარგი კაცი ხარ John, ნუ ეს პირდაპირ კალკა ეხლა ამ შემთხვევაში და შენ უკეთიცი რა უნდა გააკეთო. მე მახსოვს, რაც ეს 4 თვეა რაღაცნაირი დაძაბულობა, ნუ გავჩერდით, ანდრო დაჭერილია, ნერვიულობა, თეატრში მივდივართ, ვატარებთ რეპეტიციებს, რაღაცა სუამაზე ვსაუბრობთ, ღამით გადიან აქციაზე, ჯარიმდებით, 5000 ლარი, 17000 ლარი, ასე შემდეგ. და სახში რომ მივდივარ, ჩემი ცოლი ცდილობს, რომ მოიქცეს ისე, ვითომ არაფერი არ ხდება. რომ არ ვიცი, მე შემინარჩუნოს სიმშვიდე თუ რაღაცა და საერთოდ ამ თემაზე არც აი რაღაცნაირად არ გელაპარაკება. არ არის მისთვის აი რა ხდება თეატრში, არ ამაზე არ ქვაზე ალაპარაკობს და ბოლოს რაღაცნაირად უკვე რომ მოვიდა ეს კრიზისული პერიოდი და ძალიან კრიზისული პერიოდი, მაშინ უცებ აი ეს დავჯექი და სხვათა შორის ანდრომაც მომწერა წერილი, რომ ხო არ იფიქრებდი, რომ გახსნა თეატრი და ფიქრობდი, რომ აი რა უნდა გავაკეთო ახლა მე როგორც ადამიანმა და ზუსტად იგივე პრობლემის წინაშე დავდგე კი, რაშიც პროქტორია უნდა მოვაწერო ხელი, ან არ უნდა მოვაწერო ხელი. და საღამოს ჩაის ვსვავდით და ქეთის ვეკითხები, რომ ქეთი შენ გონია რომ უნდა მოვაწერო ესეთ რამეზე ხელი, რაზეც ქეთი მესე შემომხედა და ნუ მხოლოდ ერთი ფრაზა უთხარი და შენ იცხოვრებ ამის შემდეგ ჩემთან? რაზეც ქეთი აი ზუსტად იგივე მitheti რა დიდი ბიჭი ხარ და შენით გადაწყვიტე რაც უნდა გააკეთო. ამიტომ აი ეს აქტუალობა, რომელიც იგივე ამ პიესას აქვს და იგივე ჩვენ ცხოვრებაშია და ჩვენ ცხოვრებაში ეს კიდე უფრო გამძაფრებულია. თუმცა რაოდენ სარკასტულიც არ უნდა იყოს, სულ ვიჯექი და ვყურებდი ამ ჩვენ სცენას და ვიმახსოვრებდი ინტონაციას. არანაირი პათეტიკა ამაში არ არსებობს, ეს იყო უბრალოდ მოკლე ფრაზები. რაც ჩემი აზრით გაცილებით ძლიერია და რაც დღეს ყველაზე საჭიროა სცენას. სულ სხვანაირი იქნება, დარწმუნებული ვარ შენი სპექტაკლი. რა გამოგვეპარა და სად?
რა მოგვიყვანა აქამდე? რა გამოგვეპარა და გამოგვეპარა ჩემის აზრით სწორედ სახელმწიფო სტრუქტურების ჩამოშლა. აი ეს გამოგვეპარა. როცა ნელ-ნელა სახელმწიფო სტრუქტურები, რაზეც წესით უნდა იდგეს სახელმწიფო გაქრა. ამას არ მივაქციეთ ყურადღება. ეს არის იცით არ შეიძლება ყველაფრის რაღაცა სხვაზე დაბრალება. დღეს ახლა ძალიან ხშირად ვლაპარაკობთ თქვათ იგივე კულტურის სამინისტროზე და კულტურის პოლიტიკაზე, რომ არ არსებობს კულტურის პოლიტიკა და ასე შემდეგ. და ვინმე იზრუნა რომ ყოფილიყო კულტურის პოლიტიკა, მე მაგალითად სხვაზე არ მაქვს პრეტენზია. მე ვიზრუნე ამისთვის. ამიტომ ჩემის აზრით ჩვენ ისევ რეფლექსირებთ პერსონალიებზე და ეს უნდა დამთავრდეს, იმიტომ რომ მე მგონია რომ უნდა შეიქმნას სახელმწიფო იმ კანონებით და იმ წესებით, რომ აღარ არსებობდნენ, რომ ვიღაცა პერსონალიამ ვერ მოირგოს ეს თავის თავზე, რომ ვეღარ მიიღონ ის გადაწყვეტილებები, რასაც იღებენ, რომ არ მოხდეს ის, რაც დღეს ხდება სასამართლოში. რატომ დაარქვით თეატრს ახალი თეატრი? ეგეც ნიშანია. დღემდე ჩვენ ოფიციალურად არ გვქვია ახალი თეატრი. აი ამდენი წელია ვარსებობთ. გადავედით, გამოვიცვალეთ, ახალ შენობაში შევედით და ყოველ კვირას კულტურის სამინისტროს წერდი წერილს, რომ გთხოვთ შეუცვალეთ და დაარქვით ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრი. მათ არ შეუცვალეს რატომ არ დაარეგისტრირეს? იმიტომ რომ სწორედ ამ ახლის ეშინიათ. იმიტომ რომ ეს არ არის მარტო შენობა, ეს არ არის მარტო სახელი, ეს არის იდეა, ახალი. და ამის აწევა იყო ჩემთვის ყველაზე რთული, რომ დიახ, ახალი უნდა ყოფილიყო ფიქრი, ახალი უნდა ყოფილიყო ენა, სამეთყველო, ახალი უნდა ყოფილიყო მოქმედებათა რიგი. თუ ეს გამოგვივიდოდა, ძალიან რთული სახელის და ქოლგის ქვეშ გავერთიანდით. უნდა ყოფილიყო ეს ყველაფერი ახალი და რა საშინელებაა წარმოიდგინე თუ ძველ თეატრს აკეთებ და გქვია ახალი. აი ეს სახელი არ მოგცემს იმის უფლებას, რომ ის იყო უკან. თეატრი ხო მაინც რაღაცნაირად ოდნავ არჯერად ამათ, მაგრამ უსწრებს დროს. და მთავარი არის რა ოდნავ მაინც გაუსწრო დროს. დრო კი არ ასახო, ოდნავ გაუსწრო. დასახო რეფლექსია გააკეთო იმ პრობლემებზე, რაც ხვალ იქნება. სწორედ ეს მუდმივად იყავი შენ ახლის ძიებაში და თვითგანახლების სურვილი სულ ქონდა. ახალი დრამატურგიის გაცოცხლებითაც სცენაზე. დაც ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის ამ თეატრში იყო ახალი ბავშვების აღმოჩენით. ფანტასტიკური. იმიტომ რომ თუ გახსოვს გადავიტანეთ ეგეთი კოვიდის პერიოდი დიდი. და აი ამ კოვიდის პერიოდში ამ რაღაცა მაფიქრებინა ის რომ შეიძლება საერთოდ აი მაგ თაობის არტისტები გამქრალიყვნენ. იმიტომ რომ ნუ აი სწავლის პერიოდი მოუწიათ დაამთავრეს, ვერ დაამთავრეს, აღარავინ არ იცის, არც მე არ ვიცი, არც სხვა არ იცის, გაქრნენ და უცებ მთელი თაობა აი 5 წლიანი ამოვარდნა შეიძლება ყოფილიყო და ძალიან ნიჭიერი ადამიანები გამქრალიყვნენ. აი სწორედ მაშინ დავიწყეთ რაღაცნაირად ზრუნვა იმაზე, რომ იქნებ პირიქით ეს ბავშვები რაღაცნაირად შემოგვიყვანა და პირიქით მეტი ის მიგვეცა, მეტი სტიმული მიგვეცა მათთვის და მე მგონია რომ ეს რაღაცნაირად მაინც მოახერხეთ. ანუ ახლა როგორ ფიქრობ შენი თეატრი იყოს რომ ვამბობ ახლა ძალიან მიჭირს, მაგრამ იყო ისეთი როგორზეც ოცნებობდი. იცი რა არის მე ვოცნებობდი თეატრზე, სადაც ერთმანეთის მიმართ მართლა იქნებოდნენ სოლიდარულები. აი ამ თეატრზე ვოცნებობდი. მე არა ვარ ესეთი მეოცნებე და არ ვამბობ რომ ყველას ერთმანეთი უნდა უყვარდეს და რაღაცა წესების, რაღაცა კულტივირება უნდა ხდებოდეს და ასე შემდეგ. არა, მაგრამ მე ვფიქრობ რომ ადამიანები, რომლებიც ერთად იკრიბებიან, როგორც მინიმუმ უნდა იყვნენ სოლიდარულები ერთმანეთის მიმართ და როგორც მინიმუმ პატივს უნდა ცემდნენ ერთმანეთს და თავის პროფესიას. ეს ყველაზე მნიშვნელოვანი უნდა ყოფილიყო და სულ მესმოდა ადრე რაღაცა რომ
გვამებზე გადაივლის თუ როლი უნდა თუ რაღაცა და თეატრში ყველაზე მეტად მიხარია რომ ეს აღარ არსებობს ეს გაქრა და ადამიანები ყველაზე მნიშვნელოვან რამეს ადამიანობას ინარჩუნებენ ეს თაობა განსაკუთრებით პატარები აი ძალიან საყვარლები არიან და ძალიან გახსნილები და შედეგით სხვანაირი იდება მინდა გითხრა კი და ამ ზღვასაც რო ვდგავდით აი ამ ხელათვალებით მიყურებდნენ ანდროდ საყვარელი ასე როგორ შეიძლება ეგეთი რამე მოხდეს როგორ შეიძლება ერთმანეთი დაასმინონ როგორ შეიძლება ეს მოხდეს რა კგბ ესე მუშაობდა და აი აბსოლუტურად და გადის 3 წელი და კვლავ იგივე შეცდომები და კვლავ იგივე წრე. ცხოვრებამ რა გასწავლა? ცხოვრებამ მასწავლა, რომ არ აყვე ძალიან ემოციებს, შევეცადო ცოტა გვერდიდან შევხედო და მასწავლა, რომ ადამიანები, ვინც ჩემს გვერდით არიან, მოუფრთხილდე მათ და დავიცვა. იმიტომ რომ ეს ყველაზე მნიშვნელოვანია. აი გახდა მთავარი მაინც. ხო, ნუ ეხლა ესეა რა. ნანოფ რამეს? აბსოლუტურად არაფერს. აბსოლუტურად არაფერს. ნანოფ რა სინანულის გრძნობა მაქვს დასის მიმართ. მართლა მაქვს ეს სინანულის გრძნობა, უბრალოდ თუ რეალურად ვილაპარაკებს, ეს ხო ეხლა არ დაწყებულა. ხო, ეს პრობლემები დიდი ხანია დაიწყო ჩემსა და სახელმწიფოს შორის, მას შემდეგ, რაც ვთქვათ, ის სპექტაკლებს ვშვებდით ისეც, როგორც მას არ მომდა. რა თქმა უნდა, ამას პირდაპირ ესე ვერბალურად ვერ გეუბნებოდნენ, მაგრამ ეს გამოიხატებოდა ყველაფერში, გამოიხატებოდა 6 წლიან მიმოწერაში, როცა ვთხოვდით, რომ გავიდა ამდენი ხანი და შესაძლებელია საშტატო განრიგიც კი ვიღაცები გარდაიცვალნენ, ვიღაცები უნდა დავიმატოთ, ვიღაცები უნდა შევცვალოთ ხელფასები 6 წლის გამძილზე იყო ჩაკეტილი კარები. მხოლოდ და მხოლოდ ჩაკეტილი კარები. ამიტომ როგორ გითხრათ, ჩემთვის როგორც გარკვეულწილად ფუნქციონერისთვის ძალიან ძნელი იყო მუშაობა და თუ აქედან არ მივდიოდი მხოლოდ და მხოლოდ ერთი რამის გამო, რომ ის ადამიანები, ვინცთან ერთადაც ვაკეთეთ ეს თეატრი, მართლა ვისთან ერთადაც ვაკეთეთ ეს თეატრი, არ შემეძლო მიმეტოვებინა. და ძალიან ძნელი იქნებოდა ჩემთვის ამ ნაბიჯის გადადგმა. შეიძლება ირონიულადაც კი ჟღერს, მაგრამ გარკვეულწილად მადლობელი ვარ იმისთვის, რომ გამათავისუფლეს ამ გადაწყვეტილების მიღებისგან. მაგრამ არ გიშვებს დასი. კაცო, დასა ისედაც არ დავშორდე, როგორ შეიძლება ადამიანებთან ვისთანაც ამდენ ხნიანი ურთიერთობა მაქვს, რაღაცნაირად დავშორდეთ, შევხვდებით ყველანაირ სივრცეში და ყველგან. შენ სპექტაკლებს სად ნახავთ? ჩინეთში, შემდეგ იტალიაში, იმიტომ რომ ჩავდივარ ახლა იქიდან. აი ესეც არის იგივე ეს მეგობრობის ის ალბათ, იმიტომ რომ როგორც კი გაიგეს, ჩაირთო ეგრევე ალარმი და აბა ჩამოდი თეატრო დი რომაში, ბარსელონაში, უნგრეთში, სადაც რა ვიცი, ჩემი მეორე სახლია, ასე რომ რო არ მოგატყუოთ 1 წელი შეგვიძლია თავისუფლად წყნარად ვიარო და მინიმუმ 4 სპექტაკლი გავაკეთო. ანუ მიიღეს გრაფიკი 1 წელი. იცი რა, ეხლა მივდივარ აი კასტინგზე, რომ ჩამოვალ მაისში, წავალ აუცილებლად იტალიაში, რომ უკვე დავიწყოთ და შევთანხმდეთ. უნგრეთი მთავაზობს ნინო ხარატიშვილის ფედრას გასაკეთებად, რაც ჩემთვის ძალიან საინტერესო მასალაა და ვფიქრობ, რომ ამაზე დაფიქრება ღირს და ცუდი არ იქნება, რომ გაკეთდეს, რა ვიცი, და უნდა გავიმგზავრო ალბათ ზაფხულში წავალ უკვე ბარსელონაში, რომ გავაფორმო კონტრაქტი. ყოველ შემთხვევაში ეს წელი რაღაცნაირად მგონია, რომ ჩემთვისაც საინტერესო იქნება რაღაცა შორიდან დავაკვირდე მოვლენებს და თან ვიყო აქ. ძალიან კარგი ეს ყველაფერი ამდენი შემოთავაზება, თუმცა ჩემთვის ძალიან დასანანია, რომ აქ არ მე იმედი მაქვს, რომ ევროკავშირი ევროკავშირებს და ჩვენ ყველას შესაძლებლობა მოგეცემათ, რომ ჩამოხვიდეთ პრემიერაზე. ცოტა ხნით მაინც. რა უნდა მოხდეს ამ ქვეყანაში, რომ ვითარება დაცხრეს, დაბალანსდეს? ცხოვრება ჩვეულ რიტმში ჩაჯდება. მე არ ვიცი, ცხოვრება ჩვეულ რიტმში ჩაჯდება თუ არა, მაგის გარანტიას ვერ მივცემ ვერავის, მაგრამ იმისთვის, რომ
დუღილმა დაიწიოს, აუცილებელია გამოუშვან პოლიტპატიმრები. ამას რატო არ აკეთებენ დღემდე ვერ ხვდები და ეს საერთოდ რა საჭიდაო თემაა, მაგასაც ვერ ხვდები. მართლა ვერ ხვდები უბრალოდ. აი რას იძლევა ეს? აი რას ვამტკიცებთ? აი რანაირად უნდა დაამტკიცონ, რომ ანდრო ჭიჭინაძე ის არის ტერორისტია, აი რანაირად, რა ძალით და რა პროპაგანდით. შეხედეთ სახეზე უბრალოდ და მიხვდებით. რა შეუძლია ამბით ჩაიდინოს და როგორ. ანდრო ალბათ ახლა გვიყურებს ეთყვი რამეს? იცი რას არც წერილებს არ წერ ანდროს და არც ტელეფონზე რომ მირეკავს ვეუბნები რომ ჩემზე ნუხარჯავ წუთებს. იმიტომ რომ მგონია რომ ყველაზე სწორი იქნება რაღაცნაირად თვითონ გაიაროს ეს გზა, ძალიან რთული გზა, განსაცდელის გზა და ყველაზე საინტერესო ალბათ იქნება ის და მჯერა რომ ის ძალიან მალე გამოვა მე რას იზავს. იმიტომ რომ ძალიან ჩვენ ახლა არ ფიქრობთ მე ამაზე მიფიქრე კიდე ჩვენ ახლა არ ფიქრობთ მასზე. აი ამდენი ყურადღების მერე ძალიან რთული იქნება მისთვის უკან მობრუნება. ამიტომ მე მგონია რომ ახლა ყველაზე უფრო საჭირო ჩემგანაც, მისი მეგობრებისგანაც და ყველასგან არის როგორც კი ის გამოვა, როგორ შეგვიძლია რომ რეაბილიტაცია გავატაროთ. რანაირად შეგვიძლია რომ დავეხმაროთ და შემოვიყვანოთ იმ სივრცეში, საიდანაც გაიყვანეს. ძალიან საინტერესო ფრაზა თქვი შენ იმ ღამეს, როცა თეატრთან ხალხი შეიკრიბა. არ ვიცი რა შეიძლება დავდგა მე იმაზე მნიშვნელოვანი, რაც ჩემს ცხოვრებაში იდგმებაო. უღრმესი მადლობა და მე არ ვიცი ხვალ მეთქოთ რა პერფორმანსი ან რა სპექტაკლი უნდა გავაკეთო ან რა უნდა შევქმნა ამაზე დიდი ვიდრე ის ისტორია რაც მაჩუკა ღმერთმა. მადლობა თქვენ. არ ვიცი ბავშვობაში მართლა ვამბობ ამას ყველანაირი მის გარეშე აი როცა ვკითხულობდი თქვა სამ მუშკეტერს ან რაღაცა მსგავს ან სულ ფიქრობდი რომ რატო არ დავიბადე იმ დროს და სულ ნუ ალბათ ეს ყველას ქონდა ხო სულ მიოცნებია რომ აი იმ დროს რომ დავაბადებულიყავი ნუ დარტანიანი ვინ არის მე ვიქნებოდი რაც ვიქნებოდი და ასე შემდეგ და არ სულ მქონდა ეს რომ რაღაცა უინტერესო დროში ვცხოვრობ სადაც თითქოს ცხოვრება ჩემს მიღმა მიდის ჩემგან დამოუკიდებულად ხო რაღაცა ხდება რომელიც საინტერესოა არ არის საინტერესოა რაღაცაზე რეფლექსირებთ რაღაცაზე არა მე მივხვდი რომ წარმოუდგენლად მაგარ დროში ვცხოვრობ სხვებთან ერთად დავაკონკრეტებ ჩემ შეკითხვას რა ქვია იმ სპექტაკლს რომელიც ახლა იდგმება შენს ცხოვრებაში იცი რა არ ვიცი რა ქვია მართლა არ ვიცი მართლა რა ქვია უბრალოდ ძალიან ხშირად ვფიქრობდი მე თვითონაც რომ ეხლა ეს ისეთი საინტერესო პროცესია ჩემთვის, რომ აბსოლუტურად არ ვიქნები ადეკვატური, რომ ვთქვა ეხლა რა მდგომარეობაა და რა ხდება. იმიტომ რომ ეხლა უბრალოდ შეგრძნებების დონეზე, აი როგორც სიბნელეში ადამიანი ხელის ცეცებით რაღაცას სადღაცამდე მიდის, აი თითქმის აი ამ დონეზე ვარსებობ. ძალიან ასეთ ხელის ცეცებით მგონია რომ მივყვები აი ამ საოცარ დროს რომელმაც რაღაცნაირად როგორც ლაკმუსის ქაღალდმა დამანახა აბსოლუტურად ყველაფერი დამანახა კიდე ის შრეები და იმ შრეებს მიღმა რა ხდება და რის გამო და როგორ და რანაირად შეიძლება ადამიანები აქედან იქამდე წავიდნენ ან იქიდან აქამდე წავიდნენ გენიალური დროა და ეს არის დრო სწორედ რა ვიცი იმისთვის რომ აღმოაჩინო შენი თავი პირველ რიგში და აღმოაჩინო აქ და ახლა აი ამაზე მნიშვნელოვანი ახლა არაფერი არ არის ჩემი აზრით დადგება ალბათ დრო როცა ამ პერიოდზე რამეს დადგავ არა
ეს 4 თვე თუ 5 თვე არ ვიცი უკვე რამდენია წარმოუდგენელი შეგრძნებების პერიოდი ეს არის რაღაცნაირი პერიოდი თითქოს რაღაცა იმედი წაგერთმევა უცებ სადღაც მიდიხარ და იქ ისეთი ხდება რომ თვალებიდან ცრემლები მოგდის გირეკავენ და გეუბნებიან რომ არ ჩამოხვიდე ორზუგეთში აქ 15 კაცი დაგხვდება და 15 კაცისთვის უნდა ითამაშო და ვეუბნები რომ ჩამოვალ და ვითამაშებ 15 კაცისთვის და ეუბნები 70 კაცს რომ ეხლა ჩვენ უნდა წავიდეთ იქ დაგხვდება 15 კაცი მეტი არ დაგხვდება მაგრამ ვითამაშოთ და გავამხნევოთ იმათვის და ჩავდივარ და 15 კაცი იქცევა 1500 კაცად. აი ესეთი რაღაცეები ხდება, აი რო არ გჯერა ისეთი რაღაცეები ხდება, თუმცა მეორეც ხდება, რომ თქვა გორში სადაც ველოდებოდი, რომ ძალიან ბევრი ხალხი გამოვიდოდა, იმიტომ რომ სწორედ მათ ტკივილებზე ვაპირებდით საუბარს, ყველაზე ცოტა ხალხი მოვიდა. ესეც ხდება. იმიტომ რომ ალბათ არასწორი ენა შევარჩიეთ, არასწორად წავიყვანეთ ყველაფერი, უფრო მეტი უნდა გვემუშავა ჩვენს პირველ რიგში. მეც არ ჩავდიოდი ვთქვათ რაღაცა სპექტაკლებით გორში, რომ კიდევ უფრო რაღაცნაირად ახლოს ყოფილიყავი იმ ხალხთან და გამეგო წარმოუდგენელი აღმოჩენა იყო. აბსოლუტურად სხვა საქართველო ვნახე. მართლა შეიძლება გაგიჟდე. პირველად აღმოვაჩინე, რომ ქუთაისი ყოფილა მონატრების ქალაქი. ვერ მივხვდი რატო შევხვდით იქ ვიღაცებს, სანამ ჩავიდოდით, რამოდენიმე დღით ჩავედით, რომ რაღაცა არაჩვეულებრივმა გოგომ არ მახსოვს სახელი, თქვენ იცით, რომ ქუთაისი არის მონატრების ქალაქი. რატოა მონატრების ქალაქი ვიკითხე. და ესე გახსნა ჩემოდანი და ამოიღო ბავშვების წერილები, რომლებიც წერენ თავის მშობლებს, რომლებიც წავიდნენ ემიგრაციაში და არ უნახავ. და ეს წერილები არის ტონობით. და მე ვიჯექი და ვფიქრობდი, რომ რა იქნება ხვალ. ესე ჰაერში გაგზავნილი სიყვარულის ამარა გაზრდილი არაჩვეულებრივი ბავშვები და ქალაქი, რომელიც გადაიქცა მონატრების ქალაქად. ეს აბსოლუტურად სხვა ქუთაისია. მე სხვა ქუთაისი ვიცი. სხვა ქუთაისში დავდიოდი, სხვა ქუთაისი და მყავდა მეგობრები. ეს უკვე სხვა ქუთაისია. ესია შეცვლილი მთელი საქართველო. ამიტომაც ეს აღმოჩენები, რომელსაც რა ვიცი, აი ამ პერიოდში მართლა აი ამ სიარულში აღმოვაჩინეთ, ალბათ ეს ჯერ კიდე თავშია და მე ნელ-ნელა დაილექება და რაღაცაში ალბათ საბოჯამში გადაიქცა. შენი შვილები როგორ შეხვდნენ ამ ამბავს? ამ თაობას წარმოადგენენ და ძალიან აქტიურს და ძალიან წარმატებულს. ხო, ჩემი ქალიშვილი ძალიან აქტიურია, უფროსი. ბაჟი მუშაობს და არ არის აქ, თუმცა ისიც ბრეკავს და როგორც კი ვთქვათ, დეიოფები აქ ჩამოდის და ისიც ძალიან აქტიურად არის ჩართული. და უმცროსი გოგო რაღაცნაირად აყოლილია მე მგონი დედამის. ესეთია ხო ჩვენ? არაფერი არ ხდება. იმისთვის ვერ გაიგო, ეთყობა დედა არიდებს რაღაცნაირად ამას და ვერ ხდება, იმიტომ რომ რამოდენიმეჯერ წაიყვანის მიტინგზე. გაყვა დედას. მესამე მიტინგზე უკვე იკითხა, აქ ხო ვიყავით. ეს ხომ ნანახი გვაქვს. მე ვფიქრობ, რომ პატარაზე არ მაქვს ლაპარაკი, მაგრამ უფროსები უკვე დიდები არიან და მათ დამოუკიდებელი ცხოვრება აქვთ და დამოუკიდებლად უნდა მიიღონ თავიანთი გადაწყვეტილებები. მაქსიმალურად არ ვცდილობ, რომ თავზე მოვახვიო ჩემი აზრები, მათ ისევე როგორც არტისტებს არ ვცდილობ ხოლმე ჩემი აზრები მოვახვიო პოლიტიკასთან დაკავშირებით, თუ პიესასთან დაკავშირებით ვცდილობ და თან როგორ. ასე რომ რავი ვართ ესე. ბოლოსკენ მივდივართ და ეს შენს არტისტებს რას ეტყვი? დას აეხლა ჩემი სტუდიიდან იქ რაც დაუწერე გავიგე. ანაფერს ვეტყვი მადლობას პირველ რიგში თითოეული მწუთისთვის მართლა ყველანაირი იმის გარეშე რომელიც ერთად გავატარეთ და რომლითაც ერთად მართლა გავაკეთეთ ეს თეატრი, მაგრამ მე მგონია რომ ცვლილებების დროა და ცვლილებების არ უნდა შეეშინდეთ. ყველაფერი ძალიან კარგად იქნება. ფიქრობ რომ უნდა გამოჩნდეს სივრცე, სადაც შენს მაყურებელს უნდა მოუღვარო თავი.
ყავს ძალიან დიდი მაყურებელი ყავს. კი, მაგრამ პირველ რიგში სანამ რაღაც სივრცე გამიჟს, სივრცე შეიძლება იყოს ყველგან. მე მაგალითად ქუჩა მათ შორის ქუჩა. ვერ წარმომედგინა, რომ საერთოდ ქუჩაში შემეძლო რამის გაკეთება. მაგრამ აღმოჩნდა, რომ შემიძლია. დღეს ვფიქრობ, რომ კიდევ უფრო ისე შეიძლება, რომ წავიდეთ საერთოდ ეხლა სცენა მაინც გვედგა, ეხლა სცენაზეც უარი ვთქვა და აი საერთოდ სადღაც მინდორში ვითამაშოთ და დაუბრუნდეთ მართლა იმ საწყისებს, საიდანაც მოდის თეატრი. აი ეგ ძალიან საინტერესოა რა, აი ძალიან საინტერესოა მეყოფა ის ოსტატობა, რომ აი ყველანაირი თეატრალური ხრიკის გარეშე ვილაპარაკო გულწრფელად შემაღლების გარეშე. მაქვს ამის ძალა, შეგვწევს ამის ძალა მე ჩემ არტისტებთან ერთად. ეს ძალიან საინტერესოა. ეს აი ახლა ნიშნავს, რომ მართლა გამოვიდე კომფორტის ზონიდან და გავიდე აბსოლუტურად სხვაგან ტყეში და დაუკრეფავ სივრცეში, რომელიც მართლა არ ვიცი, მაგრამ საინტერესოა. მზად ხარ დღეს მაგისთვის? ხოდა აი არ ვიცი. არ ვიცი ისეც არ არის, სანამ მაყურებელს მოუყრი თავს, მე უნდა ვიცოდე რა ველაპარაკო ამ მაყურებელს. მართლა უნდა ვიცოდე, იმიტომ რომ ძალიან ადრე შეიძლება პესიმისტურად ჟღერს, მაგრამ ვთქვით, რომ ახალი თეატრი ქუჩაში იმიტომ გავიდა, რომ მაყურებელი გავიდა ქუჩაში და ჩვენ გავყევით ამ მაყურებელს. გავიდა 5 თვე. სადაა ეს მაყურებელი? ჩვენ ვართ ქუჩაში დღემდე. ამიტომ მე უნდა ვიცოდე რა უნდა უთხრა მაყურებელს. თუ მე ეს არ ვიცი, ძალიან ძნელი იქნება ჩემთვის, რომ არ მინდა ოდნავ ფალშიც კი ჩემ თავთან არ დაუშვებ ამას. მე დარწმუნებული ვარ, რომ აი ამ პაუზას გამოიყენებ იმისთვის, რომ მიაგნო სათქმელს და მე გაისროლოს ძალიან მაგრად შენმა ყველაფერმა, რასაც გააკეთებ. ისევე როგორც აქამდე გაგიკეთებია. ვეცდები ჩემოსაყარს. შენი ცხოვრების მთავარი ამბავი. ჩემი ცხოვრების მთავარი ამბავი დღეს არ ვიცი რა არის, იმიტომ რომ დღეს არ ვიცი, მე მგონი ცოტა ისა ვარ. დღეს უფრო დიდი ვიდრე მხარდაჭერა ამ ბიჭის არ ვიცი რამე შეიძლება იყოს თუ არა. ეს შეიძლება იყოს ჩემი ცხოვრების მთავარი ამბავი. ანდრო ჭიჭინაც. ძალიან დიდი მადლობა. პირიქით, შენ ძალიან დიდი მადლობა და მოდის თუ ხდი მაყურებელს თუ დავღალე. არა, რას ამბობ. ნამდვილად არა. ძალიან დიდი მადლობა მართლა გულწრფელი და საინტერესო საუბრისთვის. წარმატებას გისურვებ და მალე მინდა რომ დაუბრუნდე მაყურებელს დასთან ერთად, შენ გადასარევ დასთან ერთად, რომელიც სულ დაგელოდება, ყველგან გამოყვება და მაყურებელიც გელოდება დარწმუნებული ვარ. ძალიან დიდი მადლობა. მიყვარხარ და დიდი მადლობა. ეს იყო პირველი სტუდია, ჩემი სტუმარი იყო რეჟისორი დათო დოიაშვილი, მე ერთი კვირით გემშვიდობებით. დროებით. გადაცემის პარტნიორია წყალი მთის. იცხოვრე სრულყოფილად.